უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას. ეს გიორგი ვაშაძის სიტყვებია, ის ახლა ჩვენი სტუმარია, ის გვიპასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბუნებრივია ჩვენ გაგვიჩნდა მისი დღევანდელი განცხადების შემდეგ. მოგესალმებით, ბატონ გიორგი. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე თქვენ თქვით, რომ უარი განაცხადეთ გარანტირებულ ადგილებზე პარლამენტში. მე მაინტერესებს, საიდან გქონდათ ეს გარანტია და პირველი კითხვა მექნება ასეთი: მე რამდენი იყავით თქვენ ნაციონალური მოძრაობის სიაში? მე ვფიქრობ, რომ სიებზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს, ამ ყველაფერმა ჩაიარა. ეხლა რაც არ უნდა ჩემო ყოფილმა თანაგუნდელებმა განცხადებები გააკეთონ, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ საერთოდ ვერ გაიგეს მერაზე მაქვს საუბარი. ბატონ გიორგი, მე დღეს არის საქართველოში ძალიან კონკრეტული პრობლემა. დღეს არის საქართველოში პრობლემა არაფორმალური მმართველობის. ჯიბის მთავრობა, რომელმაც გააღატაკა და გააუბედურა საქართველოს მოქალაქეები. ხალხმა დაკარგეს იმედი ხვალინდელი დღის და მე ეს ნაბიჯი გადავდგი იმიტომ, რომ ერთადერთი რასაც შეუძლია დაამთავროს ეს არაფორმალური მმართველობა არის ახალი ენერგიული ახალ სისტემებზე და ახალ სტანდარტებზე დაყრდნობილი პოლიტიკური ძალა. საქართველოს ჭირდება ახალი პოლიტიკური კლასი. დაიღალა ხალხი ერთი და იხივი ადამიანების ხურებით, ერთი და იგივე ადამიანებისგან მანიპულირებით პროცესების და აი ეს არის რაც ჭირდება დღეს ქვეყანას. საოცარი ახალი თაობა მოდის. საოცარი ადამიანები არიან, უნიჭიერესი ადამიანები ყავს, საზღვარგარეთ გარბიან თუ საქართველოში არიან და თავის ადგილს ვერ პოულობენ. აი ყველა მამან ამ ადამიანებმა რო დაიწყონ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა, სწორედ ამიტომ გადავდგი მე ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ წავედი ამ რისკზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთოდ არ ვაპირებ სიები, რომელიც აქვს ნაციონალური მოძრაობას, არის ფასადური, თქვენი სიტყვებია ეს. ანუ სიების განახლება ნაციონალური მოძრაობის აი ამ მე ჩემს განცხადებაში მე მგონი აბსოლუტურად მკაფიოდ თქვი, მე არ მჯერა ფასადური განახლებების. თუ არ იცვლება სისტემა, თუ არ იცვლება მართინის მექანიზმი, თუ არ იცვლება თავიდან ბოლომდე ფუნდამენტურად მიდგომები ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის შიგნით, მაშინ ფასადად ვინც არ უნდა დავაყენოთ, რა ახალი სახეებიც არ უნდა დავაყენოთ, ჩვენ საზოგადოებას ვერ მოვაწყოთ. გასაგებია, ბატონ გიორგი, მოდით მაშინ კონკრეტულად გითხარით, რა არ იცვლება და რას გულისხმობთ თქვენ ფასადურ ცვლილებაში, ანუ რა არ იცვლება და რას გულისხმობთ თქვენ განცხადება წაიკითხეთ. კიდევ ერთხელ გითხარით, თქვენ პირდაპირ ეთერში კაბინეტურ კულუარული მმართველობის. მე წინააღმდეგი ვარ კაბინეტურ კულუარული მმართველობის. საერთოდ ვფიქრობ, რომ 21 საუკუნეში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ უნდა იმართებოდეს ესე. სიებთან დაკავშირებით ფასადურ სიებს კონკრეტული ადამიანები, რომელთა ინტერესებზეც არის მორგებული ყველაფერი. ამას მე ვებრძოდი 3 წელიწად ნახევრის მანძილზე, თითქმის 4 წლის მანძილზე, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, ვიბრძვი მანამ, სანამ მაქვს იმედი, რომ აი ამ ყველაფერს ეშველება. მე მინდა დიდი მადლობა უნდა უთხრა ყველა იმ ათასობით ადამიანს, ვინც გამომეხმაურა დღის მანძილზე და მე მინდა უთხრა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს, დამერწმუნეთ და დამიჯერეთ, იმიტომ რომ შეუქცევადია პროცესი გასაგებია, ბატონო გიორგი, მე მაქვს რამდენიმე კითხვა და მინდა რომ დაგისვათ თუ შეიძლება და რომ მიპასუხოთ. გავიცი, თქვენ თუ გინდა წარსულზე ილაპარაკეთ. არა, უბრალოდ მაინტერესებს, სიაში მე რამდენი ნომერი ხავთ, ერთი ეს რომ იმ ეკონომიკურ სასწაულებზე ლაპარაკი, რაც უნდა გავაკეთოთ. იმ ახალ თაობაზე ლაპარაკი, რომელმაც უნდა მიიღოს. გადავიდეთ მაშინ კიდევ ერთ თემაზე, რომელთან დაკავშირებით ის მოდა კითხვები. ილაპარაკეთ, კი ბატონო, მე მგონი დღის მანძილზე ამას ყველაფერს პასუხი გაეცა ჩემი მხრიდან. ბატონო გიორგი, დღეს დასრულდა ეს წარსული თქვენთვის, ამიტომ მოდით კი ბატონო, ნუ გასაგებია თქვენ აგნება თემაზე საუბარი. უბრალოდ იმის წინა წამი არის წარსული. მე მაინტერესებს დაპირისპირებასთან დაკავშირებით რომ მკითხოთ, თქვენ აი ამ ბრძოლაში იყავით მარტო თუ თქვენი თანაგუნდელებიც არიან, თქვათ, იგივე აზრზე, რომელიც თქვენ ჩემს აზრს ითვალისწინებს და ჩემი აზრი და ჩემი პოზიცია მე მგონი ძალიან კარგად ესმის აბსოლუტურ უმრავლესობას ნაციონალურ მოძრაობაში. მე არასდროს ჩემი პოზიცია არ დამიფარავს და მეგობრებო, ძმებო და დებო, მართლა გეუბნებით, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ გვაქვს ენერგია და ძალა, რომ დავიწყოთ, შევქმნათ მუხტი, რომელიც ამ ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. შევქმნათ მუხტი, რომელშიც ჩაერთვება მთელი საზოგადოება, არა ვიღაცის ფულის გამო, არა ბიძინა ივანიშვილის გამო, პოზიციას და უნდა ველოდოთ თუ არა რომ უახლოეს დღეებში შეიძლება კიდევ გაკეთდეს ეს განცხადება საქართველოში. თქვენს გარდა ვინ იზიარებს თქვენ ამ პოზიციას და უნდა ველოდოთ თუ არა რომ შესაძლოა კიდევ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრმა გააკეთოს ეს განცხადება. ანუ თქვენ შეგიძლიათ გითხრათ რომ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში და გყავთ თანამოაზრეები ნაციონალური მოძრაობის ერების მხრიდან? ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელებში, ნახეთ ხალხის რეაქცია.
წევრებზე გეკითხებით ათასობით ადამიანის კომენტარი და მისი ასე ვთქვათ მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვარ პარტიის წევრებზე გეკითხებით ის ადამიანები ვინც წარსულში ჩარჩნენ და ვერ გამოდიან ამ წარსულიდან მე მინდა მომავალი და მე მინდა მართლაც კიდე ერთხელ ხმამაღლა ვამბობ არ მაინტერესებს სავარძელი პარლამენტში მე მინდა რომ ქვეყანა იყოს ძალიან მაგარი და საქართველოს იქნება მართლაც ყველაზე წარმატებული ქვეყანა ამას ვიმსახურებ თქვენი ოპონენტები აცხადებდნენ არამედ ვიმსახურებ და ბევრი ჭირო არამი გამოვიარეთ იმისათვის რომ ჩვენ სრულიად ახალი პერსპექტივა გვქონდეს ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა განცხადება მან გარკვეული დეპუტატების გვარები ჩამოთვალა საუბარი იყო ჩიორა თაქთაქიშვილზე აკომინაშვილზე კანდელაკზე სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ ადასტურებთ ამ ინფორმაციას რა შეგიძლიათ რომ გითხრათ გაინტერესებთ რა გვინდა გავაკეთოთ გაინტერესებთ რა ვთავაზობთ საზოგადოებას კი ბატონო ვისაუბროთ რა მნიშვნელობა აქვს ლევან ბერძენიშვილმა რა გააკეთეთ თქვენ არა მე გეკითხებით ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას რომ თქვენს გარდა კიდევ აი ეს პირებიც აპირებენ მათ აინტერესებთ გამოსავალი და გამოსავალი არის ერთადერთი ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ძლიერი ქვეყანა სადაც ყველა ადამიანს აქვს ღირსეული ცხოვრება ყველა ადამიანს აქვს ღირსეული შემოსავალი სადაც ეკონომიკა ვითარდება და უნდა მოვახდინოთ ერთი დიდი სასწაული საქართველოში რომლითაც აუცილებლად ავაშენებთ ახალ საქართველოს ამას გააკეთეთ ახალგაზრდული ჟინი და ენერგია განათლება და ცოდნა რომელიც დაგროვილია ჩვენ ქვეყანაში და მხოლოდ ის თუ ჩვენ გაუთავისუფლებთ ადგილს მართლაც გავათავისუფლებთ ძველი თაობისგან და ძველი ყაიდისგან რომ ყავთ თანამოაზრეები და ერთადერთი არ ხართ ვინც თქვა ამ პოზიციაზეა თუმცა დღეს თქვენმა უკმაყოფილმა თითქმის ყველა თანაგუნდელმა გაგაკრიტიკათ მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილიც რა შეგიძლიათ გითხრათ მიხეილ სააკაშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შესრულებული ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესში. ეს არის და ეს, რაც მე შემიძლია ვთქვა ამ განცხადებაზე. ყველამ კარგად იცის, რომ მისი გუნდის წევრად მოიაზრებოდით და რომელიც შეიძლება ვინმესთან გარიგებაში შევიდეს. და ეს განცხადებები პირდაპირ გეუბნებით, რომ არაფრის მთქმელია და ვერც გამოხმაურებას ვერ იპოვებს. აგერ განახებთ ყველას და მოუწოდებს საზოგადოებას გავერთიანდეთ და დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ უნიათობა და მავნებლობა რაც ქვეყანაში ხდება. დავიწყოთ სრულიად ახალი პროცესი. კარი ყველასთვის ღია. მე არ დამიფუძნებია ჯერ არანაირი პოლიტიკური მოძრაობა. ხალხო, ერთად დავაფუძნოთ, ერთად გავაკეთოთ, ერთად ჩაუდგეთ სათავეში და ყველა ნორმალურ და ყველა განათლებულ ადამიანს მივცეთ პერსპექტივა, თანამონაწილეობა, ჩართულობა. ამას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. ვერტიკალები, პირამიდები, ჯიბიდამართული პოლიტიკოსები, ეს ყველაფერი 5 წუთია ჩვენი სტუმარი ხართ და თითქმის ერთი და იგივე თემაზე ვსაუბრობთ. მე ძალიან გთხოვთ რომ კითხვებზე გვიპასუხოთ თუ შეიძლება დამშვიდეთ და რაღაცაერად ჩვენ მაკრობთ. აი მაგალითად თქვენ რაზე მისვათ იცი კითხვას თქვენ მისვათ იმ პოლიტიკოსებზე კითხვას ესა რა ქვია ვინც მობეზრდა ხალხს აღარ უნდა მიშა მაჭავარიანი არც ხათუნა გოგორიშვილი არც ვოლსკი არავინ აღარ უნდა ამ ხალხს დაამთავრდა ამათი დრო პოლიტიკაში ახალი თაობა ახალი ადამიანები ახალი პოლიტიკური კლასი აი ამაზე ვისაუბროთ როგორ გაუხსნათ თქვენ თვლით რომ თქვენ ხართ ახალი თაობა პოლიტიკაში თქვენ ახალი თაობა ხართ პოლიტიკაში რა გვინდა ეს კინკლაობა და რატო უნდა ვაკეთო ვინმეს განცხადებაზე კომენტარი. ანუ იცით რა მაინტერესებს? თქვენ თავს როგორ ხედავთ? თქვენ თვლით რომ ხართ ახალი თაობის წარმომადგენელი პოლიტიკაში და დღეს გამოდიხართ აი ამ წინადადებებით რაზეც ახლა საუბრობთ? ანუ რატო დაიწყეთ დღეს ამ ყველაფერზე საუბარი და რატომ არ საუბრობთ მანამდე? მე ვნერგავდი სიახლეებს, ინოვაციებს და ახალ ტექნოლოგიებს. იგივე იყო ადამიანის და სახელმწიფოს და ბიუროკრატიის ურთიერთობა პარადიგმა შევცვალეთ მათ შორის იუსტიციის სახლის პროექტით პოლიტიკაში რომ მოვედი ჩემი მიზანი იყო რომ სწორედ ეს პარადიგმები და ეს სტანდარტული მიდგომები პოლიტიკაში შეგვეცვალა და არის დღემდე ეს ჩემი მიზანი სწორედ ამ მიზნისთვის ვაკეთებ ამ ნაბიჯს რასაც დღეს ვაკეთებ მე დღეს არ დაუბადებული ვარ ძალიან კარგად იცის თითოეულმა ადამიანმა ვის რა წარსული აქვს ვის რა გაუკეთებია ამ ქვეყანაში მე პასუხისმგებელიც ვარ და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა თანაგუნდელს ბატონ მიხეილ სააკაშვილთან თუ გქონდათ კომუნიკაცია ამ საკითხზე თუ იყო ის საქმის კურსში რომ თქვენ ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებდით ბატონო მიხეილ სააკაშვილი თუ იყო საქმის კურსში რომ თქვენ ამ ნაბიჯის გადადგმას მაქსიმალურად შევეცადე ყველა ჩამეყენებია საქმის კურსში ანუ გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან გუნდებით ისევ იგივე კითხვაზე და ვისაუბროთ მომავალზე არ გაინტერესებთ როგორი უნდა იყოს სასამართლო არ გაინტერესებთ როგორი უნდა ავაშენოთ ეკონომიკა ეს აინტერესებს ხალხს საერთოდ არ აინტერესებს მე ვის რა უთხარი ივან მე რა მითხარ
უთხრა ჩემზე რა კომენტარი გააკეთა აი ეს სტანდარტი უნდა დამთავრდეს საქართველოში უნდა იყოს მსჯელობა მხოლოდ საქმეზე საქმეზე და მეტი არაფერი და მეორე რაც უნდა დამთავრდეს დაპირისპირება იმიტომ რომ დაპირისპირება ანგრევს ქვეყანას თანამშრომლობა აშენებს ქვეყანას აი თანამშრომლობით ავაშენებს საქართველოს თქვენი ერთი ფრაზა იყო დღეს საინფორმაციო სააგენტოებმაც გადაბეჭდეს აი ეს თქვენი განცხადება და თქვით რომ ბოკვერია გაბაშვილს დავით ბაქრაძის ჩართულობით მეციტირებას ვახდენ პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის ჩაჩოჩება სურდათ შეგიძლიათ გითხრათ ჩემი ტერმინი არ არის კიდე ერთხელ სააგენტოს აი ამ ინტერპრეტაციით აქვს გადმობეჭდილი შინაარსზე გითხარით ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კარგად იცის ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დიახ ასეთ ცდელობებს ჰქონდა ადგილი დიახ ამას ჰქონდა ადგილი მე აბსოლუტურად საჯაროდ ვაცხადებ ამ ყველაფერს რაც შეეხება ჩემ პოზიციას ვიწყებთ ახალს ბატონო გიორგი რა რეაქცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს როდესაც თქვენ ეს ინფორმაცია უთხარით ახალი მუხტით და გავიმარჯვებთ იმიტომ რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე და სიმართლე არის ის რომ მე გული მტკივა როცა ვხედავ ამდენ გაჭირვებულ ადამიანს და ამ ადამიანებს ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფად უშველოთ აი ამ გეგმასთან დაკავშირებით რომელზეც ახლა საუბრობდით რომ ნუ ჩაჩოჩება თქვენ ტერმინი არ არის მაგრამ რომ იყო გარკვეული გეგმები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აი ამ ადამიანების მიმართ თქვენ თუ გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან საუბარი ამ თემაზე ბევრი ითქვა ბევრი დაიწერა ბევრი აქამდეც დაწერილა ჩემი პოზიციები ამ პროცესებთან დაკავშირებით ახალი არ არის საჯაროთაც ძალიან ბევრჯერ მithქვამს ამის შესახებ დავამთავროთ წარსულზე საუბარი მომავალი ხალხს აინტერესებს მომავალი არის თუ არა პერსპექტივა და მე ყველას მინდა უთხრა არის პერსპექტივა კარგით ვისთან ერთად გეგმავთ გეგმებზე გითხარით მაშინ ვისთან ერთად გეგმავთ თქვენი ახალი მოძრაობის გამომეხმაურეთ ერთად ყველა ვიწყებთ სრულიად ახალ პროცესს სრულიად სუფთა და ახალ პროცესს რაც დიდი მადლობა გიორგი ვაშაძე იყო ჩვენი სტუმარი